გამარჯობათ. ამ ვიდეოში განახებთ თუ როგორ დავამაინინგოთ პროცესორით. დანარჩენს გზაში აგიხსნით. აი მაგალითად ესეთი ვარიანტი რო გავაკეთოთ. ეს არის FNK coin-ი. ანუ finance coin-ი რა. და ანუ აი ესეთი პონტი როგორ გავაკეთოთ, მაგას გასწავლით აქ თქვენ. ეს არის ჩემი პროცესორი, ანუ ეს არის ნოუთბუქი, 10 ბირთვი, 12 ნაკადი, 2.5 აწეინა turbo boost-ით და აწია სავარაუდოდ 1 კილოჰერცი ჩემო კომპიუტერმა. ეს არის მე-12 თაობის 34 U პროცესორი. ხო. აი 700 აწია ეხლა, იმიტომ რომ ვიდეოს ვიღებ და პროცესორი 1 კილოჰერცი ადის ხუმი, ანუ 1000-ზე რა და ცოტა ეხლა ვიდეოს რო ვიღებ ჭედავს. ეხლა აგიხსენით როგორ დავამაინინგოთ ეს. მოდით ამას გავთიშავ. აჰა. შევდივართ FNK-ის ოფიციალურ საფულეზე. FNK არის ეხლა 0.0, რავი, 1 ცენტზე ნახევარი ერთამდენი აკლია რო აიწიოს, მაგრამ აქ ვაპირებ დიდ დეპოზიტს, რომელიც, რავი, იმედია წარმატებას მომიტანს. გადავდივართ mining pool startup-ზე, mining pool status-ზე. აქ ჩავწერთ FNK, არა, ამერია. ხო, FNK-ს რო ჩაწერ, ეგრევე ამოაგდებს ამ coins. აქედან ეგრევე გადახვალ. ეს არის ამათი ტრეიდინგის საფულე, ანუ ტრეიდინგ ბირჟებზე, ამ საიტებზეა განთავსებული, მაგრამ უფრო მეცი არის განთავსებული უბრალოდ აქ არ ჩანს. აი დღეს ივაჭრეს $15, ან აქ $4 ივაჭრეს და ასე შემდეგ. 1 კილოჰერცი დღეს წევს ამდენს, თუ რავი 300 მიწერს. ეხლა ჩვენ შეგვიძლია, ანუ ამ ეს საიტი გვჭირდება რა. mining.ch, ანუ იმაში დავტყუებ რა, ანუ აღწერილობაში ვიდეოსი დავტყუებ ამის ლინკს. აქ რო დარეგისტრირდებით და შემოხვალთ ამ საიტზე. მერე გაგეჩნდებათ ესეთი რაღაც, და აქ უნდა აირჩიოთ ESCrypt 16. გადახვალთ ჩვენი FNK coin-ზე გადავა ეს ეგრევე. dashboard, მაგრამ ეს არცაა საჭირო. ნუ ყოველ 2 წუთში, ანუ ყოველ 5 წუთში 2 ბლოკი იჩნდება და ყოველ 5 წუთში იჩნდება ამდენი FNK coin-ი, მაგრამ რომელიც პროცენტულად აქ მე რამდენი კილოჰერცი მაქვს აწეული, აქ არის 600 კილოჰერცი აწეული, ეს ნაწილდება ამდენ კილოჰერცს და პროცენტულად მე ანუ ამისი რა პროცენტიც მიკავია ჩემი მაინერით, იმისი რაოდენობა გადამრავლდება და გადანაწილდება ყოველ 5 წამში ორჯერ რა. ანუ მაგდენი დამერიცხება ხომ მე. ანუ ამან თუ დაიწია ეხლა და ყველამ რო, ანუ ექსპერიმენტი რო ჩაატარო და ყველამ რო გათიშოს პროცესორი, აღარავინ დაამაინინგოს და მარტო მე დავამაინინგო, ამისი ყოველ 2 წუთში ნახევარშია ეს ამდენი დამერიცხება მარტო მე. ასევეა სხვა დიდი გლობალური ქსელები და ანუ იქ დიდი კონკურენცია და ძალიან დიდი თემები, ანუ დროდადრო შეიძლება გაგარკვიოთ მაგ თემებშიც. ეხლა ამ საიტის ლინკს ჩავაგდებ მე აღწერაში, CPU miner opt 2.5, მე მიწერია უფრო ახალი ვერსია მგონი, მაგრამ არავის. მოდი გადმოვწეროთ ეხლა ეს მაინერი zip ფაილში. აქ უნდა დავრეგისტრირდეთ, ეს არის ამათი ოფიციალური საიტი, აი აქ გვიჩვენებს ამათი ოფიციალური საიტიო, ეს Explorer-იო. ხო, ну, короче, ეს არის ამათი ოფიციალური საიტი. ანუ რაღაცა ინფორმაციები დევს აქაც. ეს Explorer-ი არის, ანუ აქ შეგიძლია შენი გადარიცხვის დროს ჩააგდო შენი იმის ლინკი, შენი coin-ის მისამართის ლინკი და რამდენ წამში დაირიცხება თანხა, იმას გიჩვენებს აქ. ну 2 წუთ ნახევარზე მეტი არ გაგრძელდება, იმიტომ რომ თითოეული ბლოკი მაგნესი წონის და 2 წუთ ნახევარში მორჩება შენი ტრანზაქცია. 2 წუთში და 50 წამში უბრალოდ რო გითხრათ 3 წუთში ლამის. ეხლა ვიწერთ აი აქედან ეს გადმოწერე, აჰა, იმ წამს გადმოწერე მეც თქვენთან ერთად, exit file, new folder
არა, დესკტოპზე დავაგდოთ ეს და new folder აქ მივდიდოთ, ეს არის სხვა ვერსია. აჰა, მივდით zip ფაილი მაქვს. ეს ამოარქივა დესკტოპზე გაიჩნდა ეს ფაილი. აქ შევდივართ. აქ შეგვიძლია ნებისმიერი იტყ ფაილი გავხსნათ ან თუნდაც აი ესეთი რაღაც გავაკეთოთ. აი ესე ტექსტ ფაილი გავხსენით. აქ გვინდა ესეთი რაღაც. აი ზუსტად აი ესეთი რაღაც გვჭირდება. ეს მას გავთიშავ, ამას დავაკოპირებ. აქ მივთ ეს არის პროცესორი, ანუ რა მოდელზე არის. ყველას პროცესორი არის სხვადასხვა სიძლიერის. ანუ აი ეგ არის ASSC4 და 2 ეს არის სუსტი პროცესორი, ესეც შედარებით სუსტი, ეს ძლიერი, უფრო ძლიერი, უფრო ძლიერი, უფრო ძლიერი. SSE2 არის შედარებით ბანძი პროცესორი რა. ანუ დაბალი სიხშირის პროცესორი არის. და მივუთითებთ რომელი პროცესორით გაშვებაც გვაწყობს ჩვენ. აი ეგ არის რომელი პროცესორით გავუშვათ ჩვენ მეო. და ჩემ პროცესორს აქვს ახლა განათლებთ უცებ 10 ბირთვი 12 ნაკადი, მაგრამ 10 ბირთვიდან 2 ბირთვი არის P performance-ზე. ანუ P performance არის თუნდაც თამაშებისთვის და გეიმინგისთვის და ძლიერი პერფორმანსი არის, ანუ ჰერცებს წევს 3-დან 0-მდიან ცოტა ზეით და ის დანარჩენი 8 ბირთვი წევს ჰერცს, რავი, მაქსიმუმ 3 და 5-მდე. მაგრამ მაინინგზე ამ დროს დააგდებს ხოლმე რა, თვითონ აკეთებს რაღაცა ტექნოლოგიას რა. ესეთი რაღაც გვჭირდება. ამას დავაკოპირებთ. მერე უკვე შეგვიძლია ჩავასწოროთ ჩვენი პროცესორი, როგორც არის მოდერნიზებული, იმის და მიხედვით გავაკეთოთ რა. ანუ პირველი პროცესორი, რომელმა გაუშვას, მეორე ESCrypt 16, ეს არის ამ coin-ის ალგორითმი. ეს არის ამ coin-ის ალგორითმი, კი. აქაც ESCrypt 16-ზე შევედით. ალგორითმი ეს არის მისამართი, რომელ პულზე ამაინინგებ, ეს არის მისამართი თქვენი worker-ის, ანუ ვინც ამაინინგებს, უბრალოდ ამ საიტზე უნდა იყოს დარეგისტრირებული. სხვა შემთხვევაში პირდაპირ არის ხომ საიტები, რომელიც პირდაპირ ანგარიშერიცხავს ხომ თანხას. აქ შეგვიძლია ესეთი რაღაცა. ეს არის იმის მისამართი, ეს worker-ის და ეს პაროლად მომთხოვა, რომ ესეთი რაღაც მიუთითეო, რომ ანუ ბანკზე კომპიუტერი გააქვთ და დაამაინინგო ხოლმეო რა. ანუ ამ ფაილს რო გავუშვებთ, ნუ კაი დაიკიდე. ეს ჩემი ფაილი, არ დამისეივებია. აჰა, ეს ფაილი არის ჩემი. აჰა, ეს ჩავწერე. ამერიკა ეს სწორია, აქ თქვენ შეიძლება იმის ჩასწორება დაგჭირდეთ უბრალოდ. всё, მეტი არაფერი. აი ამ საიტზე შევდივართ, აქ რეჟისტრაციას გადიხართ და გადამოდიხართ მე აი ამ ლინკზე, აი ESCrypt 16. აქ მე ვაწვევით უკვე ESCrypt 16 რო აირჩევთ, არა, ამერია ბოდიში. ESCrypt 16. გადადიხართ ვალეტზე არა, worker-ზე. არა, უბრალოდ get started. აქ არის სადღაც, არა, ეს არის, აი get started. აქ ავიჩევთ ESCrypt 16, აზია, ინდია, არ გვინდა ამერიკა. იქ მქონდა ამერიკაზე. კი. პროცესორით მაინინგი device ერთი, არ ვიცი, არც მაინტერესებს. ეს გვინდა ამაზე აირჩიეთ, hash-ზე აირჩიეთ და ეს აქ არის ჩვენი პულის მისამართი, ეს არის ჩვენი იუზერის სახელი და ეს უკვე რაღაცა ID არის, რომ ბანძი პროცესორი მაქვს და პატარა ისინი გამოუშვიო რა, პატარა აქცეპტები. ამას დააკოპირებთ stardom. ჩემ კოპირებას შეგიძლია ჩაასწოროთ ესე. ამას ჩაასწორებთ. paste, ანუ იგივე დარჩა. აქაც worker შემიძლია ესე გადავაკეთოთ, თქვენთან სხვა სახელი ერქმევა, იმიტომ რომ ის არის, რა ქვია. სხვა სახელით დარეგისტრირდებით აქ. აი worker 1 და ხო. ეს მოდი თუ გინდა დავტოვოთ, თუ გინდა ეს ავირჩიოთ.
ამას ეს არის პაროლი უკვე. ჩაიში აქ ესე აუს აჰა, ამას ვასეივებ, save as. შეგვიძლია სახელი fnkk miningeo წერტილი bat. ეს არის მთავარი წერტილი bat ფაილად უნდა შეინახოს, რადგან cmd გახსნის ამ ფაილს და ბრძანებას გაუშვებს ეგრევე მაინერისთვის რა. ანუ ეს ფაილი გახსენიო აი ამ სკრიპტზე, აი ამ ალგორითმზე, აი ამ მისამართზე, აი ამ ადამიანზეო და ან ეს ამ მონაცემებით გაუშვიო ჩვენი მაინერიო. save ჩვენ ფაილში შევინახეთ. ეხლა შეგვიძლია აქ გამოჩნდება ახალი ფაილი, რაც დავარქვით იქ, აი fnkk miner.geo. ეგრევე დაიწყო იქ რომ ძალიან დაბალი სპექი აქვს ეთებს ძალიან პატარა ამბობებს. ჩემი ერთი პროფეში ზევსო, მაგრამ ის სოროს. ის გადაღება მაგ ჩართული და ნეტა არ გაჭირს. წერმა ეს გამიჩნდება ახლა ამ საიტზე. შემიძლია აქ ვალეთი გადავამისამართო, აქ საფულეს ავირჩევთ და აქ მიჩნევს რამდენი მაქვს დამაინინგებული. ამას სეტინგებში დავაწვევით, unlock-ს გააკეთებთ, unlock email address-ი შევბრძანდითო gmail.com. ამ ეს coin-ი არის, ანუ 50% ლამის დაიბეჭდა 21 მილიონია მაქსიმალური მიწოდება, ანუ ამის შემდეგ შეწყდება ამის mining და всё. ანუ რაც დარჩება, ის დარჩება. აი აქ მომივიდა ახალი request-ი, unlock არა ეს არ ამერია მგონი. unlock. unlock-ს დავაწვევით და ანუ payout setting-ებში აქ ჩავწერთ personal address-ში მიუთითებთ, ჩვენ აქაც უნდა დავრეგისტრირდეთ. ეს არის ჩვენი ოფიციალური საიტის მისამართი, ოფიციალური საფულის ამ coin-ის. აი მე მაქვს აი ამდენი ჩამერიცხა, მე ამდენი. ეხა ეს 500 რაღაცა რამდენისა არ ვიცი. შემიძლია ეგ გავარკვიო თუ აქვს საიტი. ხო, ну, короче. აი მისამართს მიუთითებთ აქ, აქედან გადავართ ვალეტზე, აქ რო დავრეგისტრირდებით, ანუ პაროლი შევინახოთ, რომ ეს ძალიან ძირითადი საფულე იქნება და ანუ დიდი მაყვით შეიძლება გქონდეს აქ. აი ამას დეპოზიტზე გადავართ და აი ამას დავაკოპირებთ ეგრევე. მერე გადავდივართ აქ და ჩავსვავთ აქ. მერე უკვე აქ რამდენი ყოველ ანუ დღეში თუ სუტყაში, ანუ ამდენზე როავა ავტომატურად ეს გადარიცხავს ჩვენს საფულის მისამართზე, აი მე როგორც დამერიცხა ისტორიები არ აქვს ამას ნეტა. აი მე როგორც დამერიცხა 105 მიუთითე თავიდან ძალიან ბევრს წერდა, მაშინ ცოტა ამაინინგებდა, მე 32 მიუთითე ან გადასცდა 30-ზე. აქ მიუთითოთ თუნდაც 30, ან თუ გინდა 10 მიუთითე, ახლა 20 მიუთითე. ეხლა და 20 ყოველ 20 ცალზე როავა, ეს ავტომატურად გადარიცხავს ხოლმე. აი 105 ცალი გადავრიცხე პირველად, მეორედ გადავრიცხე 100 რაღაცა. ეხლა save-ს მიუთითებ და ყოველ 20 ცალზე როავა ხოლმე ჩემი კომპიუტერით mining-ი, save. და ყოველ 20-ზე გადარიცხავს ხოლმე ავტომატურად. აჰა, მე მაქვს ახლა 15 ცენტის, ანუ ეს ჩავთე გუშინ. მაგრამ ცოტა რაღაც რაოდენ 20 სალი მქონდა მგონი და ამ რავი მე 10 საათში თუ 20 საათში დაწერა ამდენი. ხო. ყველაფერი აგიხსენით მგონი, თორემ მიგხვდები იქნება დამი კომენტარი და ყველაფერი Discord-იც მაქვს და გაგარკვევთ უფრო დეტალურად და უფრო ზუსტად. წინა ვიდეოც ნასწორმა ჩავწერე. ისე აქ არის მოდი ან ვიდეო მორჩა. აგიხსენით ესეთ მარტივ რაღაცს. მოდი ეს ყველაფერი გავთიშოთ, ეხლა დავივიწყოთ. ეს ყველაფერი დავივიწყოთ. ანუ მაგიხსენით რაღაცა ინფორმაცია, ну, შეგიძლიათ მაინერი ჩართოთ. მაგალითად, mining. თქვენთან ერთად ვაკეთებ ამ ვიდეოს. და რა ხდება სინამდვილეში?
იყო იდეები, რომ ანუ ბიტკოინიო რაც უფრო ცოტავდება, ანუ ბლოკი, ანუ ბიტკოინი რომ მაინინგდება, ანუ ამისი ბლოკი მცირდება, ანუ თვითონ ბლოკზე თუნდაც 1 საათში გადაიხდის შედარებით ცოტას, ვიდრე ადრე იხდიდა, მაგრამ მთავარი თემა რა არის? XMR. ეს არის ჩემი ყველაზე საყვარელი ქოინი. სოფლიო მაინინგდება ამდენით 5 გიგაჰეშით. ანუ ჩემი კომპიუტერი წევს 2 კილოჰეშს, 2 კილოჰეში, მერე არის 1000 ცალზე 1 მეგაჰეში, 1000 ცალი კიდევ არის უკვე 1 გიგაჰეში. 1 ცალზე 1000 მეგაჰეში არის 1 გიგაჰეში უკვე და სოფლიო მასშტაბით მაინინგდება ამდენით. მაგრამ მთავარი თემა რა არის? მე რაღაც წყაროებზე დაყრდნობით გავარკვიე, რომ თვეში ამ ქოინზე თვეში იხარჯება ამ ქოინის მაინინგზე 110,000 თვეში. ეს 110,000 თუნდაც 100,000 ნაწილდება ამ რაოდენობაზე რა პროცენტულად ვის უფრო მეტი კილოჰეში უჭირავს. ანუ ხვალ მე რო ჩავთო ბევრი კომპიუტერები და ეს თუნდაც 10-ზე ავიყვანო, ანუ თავალი სქემა რა არის? ესაც რო ავიყვანო, ეს გადანაწილდება უკვე ჩვენზე გადანაწილდება. ანუ მე საქართველოსთან რო ამდენი 5 კილოჰეში 5 გიგაჰეში დავამატე, ანუ აქედან 100 მილიონი 100,000 თვეში თუ იხარჯებოდა, იქ თუ მიდიოდა, აქ თუ იხარჯება ამ რაოდენობაში. აი ამ რაოდენობაში. მთელი მაყუთი წამოვა, ანუ ნახევარი პროცენტულად მე რამდენი გიგაჰეში სავწე წამოვა ჩემკენ. აქ არის დიდი კონკურენცია. ახალი პროცესორი გამოვა, ამას აქ ერთი საიდუმლო, რომ ეს ქოინი მაინინგდება მარტო პროცესორებით, ანუ მნიშვნელობა არ აქვს. ანუ აზიკები და GPU კარტებით ამას ვერ დაამაინინგებ, მარტო პროცესორები და პროცესორით მაინინგი ძვირიჯდება შედარებით და მაგით აქვს 5 გიგაჰეში, თორე აქ რავიმე ტერაჰეშები და ისინი აქვს ბიტკოინის და სხვა ქოინებს. ანუ საქართველოს პროგრამე შეუძლია ეხა ეს თუ ამერიკაში 1 გიგაჰეშით მაინინგდება ან 2 გიგაჰეშით. ამერიკას ჩვენზე სამჯერ ძვირი დენი აქვს და ჩვენ უფრო ბევრად იაფით დაგვიჯდება და ანუ სოფლიო მაყუთის რაღაც წილში ვჯდებით, სოფლიოდან რაღაცა მაყუთი მოედინება საქართველოში და ჩვენ აქ რო ნაღდება, походу დოლარის კურსიც ისახება ეს. ისე, მომენტ ძალიან რო ჩაუღრმავდეთ. ხო და არის ესეთი თემა. მე რო კომპიუტერები ჩავთო ბევრი და 10 გიგაჰეშზე ავაწინო ეს, ანუ ნახევარი $60,000, ანუ ახალი პროგრამები, ახალი ტექნოლოგიები რო ჩავდო მე აქ 10 გიგაჰეში და ნახევარი მაყუთი იმისი ჩამოვა ჩემთან. იმენა 5 გიგაჰეში რო დავუმატო ამას და მაინინგებდე $100,000 გაიყოფა შუაზე, ჩემი პროცენტი იქნება ნახევარი და $60,000 მექნება თვეში. მაგრამ ძალიან ძვირიჯდება რომ ამისი ის გააკეთო რა. ანუ ყველაზე მაგარი სერვერული პროცესორები არის და 220 ახალი პროცესორი გამოვიდა 230 კილოჰეშს წევს. ეს არის თვეში $230, მაგრამ სერვერულ პროცესორს აქვს 2 ცალი პროცესორის შეყნების უფლება გაქვს რა. ანუ დიდი მაზერბორდი არის და შეგიძლია იქ 2 ცალი ჩააყენო და ეს იქნება სადღაც 500 კილოჰეშამდე რა. არა, 500, ხო კი, 500 კილოჰეშამდე 2 ცალი რო დადგაიგეთი 1 მეგაჰეშია რა. და თვეში მე გადაიანგარიშებ შეგიძლია პროცენტულად ეს არის ეხა 5000 მეგაჰეში წესით. და შენ 1 მეგაჰეშზე გადაიანგარიშებ და თვეში ანუ იმისი პროცენტი შეგხვდება შენ. აქ მთავარი კონკურენცია რა, ვის უფრო ნაკლები დენი უჯდება და ვის უფრო მეტი კილოჰეში აქვს. თუ რავი, მეგაჰეში თუ გიგაჰეში მნიშვნელობა არ აქვს. ხო, ეს მაინერი ჩაირთო. ჩვენ იქიდან გამოვედით რა, კი, მაგრამ არა უშ. ხო, ყველაფერი საათივით იმუშავებს რა. კაი, ეს ვიდეო ძალიან ცუდი ვიდეო გამომივიდა, მაგრამ არა აუშვებს რაღაც ინფორმაცია შევიდო და თქვენს ტვინში. ანუ ეს კრიპტოსამყარო ძალიან საინტერესო თემა არის. მე დამემართა ესეთი რაღაც. აი ეს არის ჩემი viral coin-ი. ეს მე ვიყიდე, ეს coin-ი ვიყიდე მე, ანუ ახალი coin-ია და 0. აქ იყო 0.5. ანუ 1 ცენტის ნახევრად ვიყიდე მე $25 და
ეხლა მაქვს ეს 5000 მომივიდა და მაქვს ანუ ამის რო გავყო შუაზე, ერთი თვეც არ გასულა ჯერ. ანუ $115 მაქვს ეხლა, $25 ვიყიდე. აი, მე ან არა ეს. აი აქ კიდე შევალ, viral coin. ანუ ეს უბრალოდ გამივარდა ძალიან მაგარი პროექტია. ანუ ჯერ არის 6 ეს coin-ი არის 2 თვის გამოსული, 6 თვე 2 თვეში დამაინინგ და 5% სადღაც კიდე 2 თვე ამ მონაცემებზე იდგება. აქ ყოველ ბლოკზე 15 წამში ერთხელ ნაწილდება ამდენი coin-ი, მაგრამ ამის ნახევარი მოდის აი აქ სტეიკინგზე და ანუ ამის ნახევარი მოდის სტეიკინგზე და ავტომატურად იყოფა აი სტეიკინგზე არის გაშვებული ამდენი coin-ი. ანუ ჩემი 5000-ს აკადებს და ანუ ჩვენზე ნაწილდება ამისი ნახევარი. მაგრამ მე ჩემი ინფორმაციით 10%-ზე ეს რო ავაო სადღაც 2 თვეში ნაკლები დარჩა. 2 თვეში აი ეს წესით უნდა განახევრდეს და შემდეგი ეხლა თუ 4 თვე მოვანდომ 10%, შემდეგში 8 თვის მოვანდომებ 10%-ს და ეს განახევრდება რა. ასე რომ რაღაც საინტერესო თემა არის. походу მე მაქვს სტეიკინგზე გადატანილი და ანუ წინა ვიდეოში ავწერე თუ როგორ გადავიტანოთ სტეიკინგზე მაყუთი რა. ანუ ინვესტიცია გავაკეთოთ. ეს პაროლი ამირია. კიდე ამერია თუ რა პონტია? ქართულად ხო არ წერეთ. აჰა. 5000 მქონდა წინა ვიდეოში შარიცხოვილი და 10 დღეში მოემატა პროცენტი. ანუ 5 დღეში ემატება ამას აი სტეიკინგ სტატუსს. გადავალთ, ანუ დღეში ემატება 1.17%, წინაზე იყო 1.30-ზე იყო ასული. ანუ 30 დღეში ამდენი პროცენტი დამემატება coin-ებში თვითონ. ანუ ნახევარი დამემატება ლამის $100 თუ მქონდა $50 coin-ებში დამემატება, მაგრამ დანარჩენს უკვე კურსი კი ვიწვითავს რა. ანუ ის რა კურსზე იქნება, თორე ეს ვიყიდე ძალიან იაფად და ძალიან მაგარ პლუსში ვარ, მაგრამ ორი თვე კიდე ველოდები და რა მოხდება და როგორ არ ვიცი. ნახევარს მაინც გავანაღდებ ამ კურსზე და დანარჩენს დავტოვებ რა იცი რა ხდება. იქნება ეს რო 1 ცენტ 10 ცენტზე ავიდეს, მე $5000 ვანაღდებ ეგრევე, აი შესაძლებლობით, მაგრამ походу კიდე ისე მატება ყოველ დღე პროცენტი და ანუ წინ მიდის 100 დღეში გავაორმაგებ ამას და $10000 გავანაღდებ აქედან. ნუ ასე რომ საინტერესო თემა არის და ანუ შეგიძლიათ ჩაეციოთ რა. ანუ ჩემი ვიდეოები თუ მოგეწონათ, შეგიძლიათ ჩემი არხი გამოიწეროთ. ეხლა დავიწყე მე YouTube-ზე რაღაც ვიდეოების ჩაწერა, кайხანი ციხეში ვიყავი, დრო არ მქონდა, ეს არ მქონდა, ის არ მქონდა, მაგრამ რაღაც იდეები დაგროვდა და რაღაც გამოცდილება მაქვს ამ თემაში. თუ რამე ძალიან სიღრმისეულად და გაინტერესებთ, შეგიძლიათ Discord-ზეც მომწეროთ და მაგაც დამეკომენტაროთ, გამიხარდება походу საინტერესო ვიღაც სტუდიაში რაღაც შევიდა მეთქი და საინტერესო რაღაცა ინფორმაცია გავავრცელებ მეთქი რა. კაი, დროებით ყველაფერი ზედაყობრივად ამ სისტემით თუ ხართ დაინტერესებულები, coin-ების მაინინგით და რაღაცებით, ანუ რაღაც დონის ინფორმაცია მაქვს უკვე სიღრმისეულად მე და რაღაც დონის ინფორმაციას გაწოდინებთ ასე თუ ისე. მოდი ახლა დროებით და შეხვედრამდე. თუ მოგეწონათ ვიდეო, არხი გამოიწერეთ ან დაალაიქეთ. და კომენტარებში შეგიძლიათ დამიწეროთ და თუ რამე საინტერესოა, მე მოვალ.